მერკური თევზებში. მერკური თევზებში არიან ადამიანები, რომლებიც საკმაოდ ჯერთი ძალიან საუბარი უყვართ, როგორ არ უყვართ, მაგრამ გონიათ ხოლმე, რომ სხვებს არ ესმით მათი მერკური თევზებში. და ძალიან დაფარულად საუბრობენ ხოლმე. ანუ აი რაღაც სიტყვას გეტყვიან და შენ უნდა მიხვდე რა იგულისხმა. აი ესეთ ბოლომდე არ ამთავრებენ წინადადებას. მერკური თევზებში არიან ადამიანები, რომლებიც დაძმებთან ურთიერთობის დროს ოჯახის წევრებთან ძალიან მგრძნობიარეები არიან რეალურად. თუმცა ძალიან მანიპულატორები. და ეს გულჩვილობის ქვეშ შეიძლება ბევრი რაღაც გაგაკეთებინონ. მერკური თევზებში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგად გამოსდით ხოლმე გახმოვანება მაგალითად და ყველაფერი არტისტული ამ კუთხით. და მსახიობობაც ძალიან კარგად გამოსდით. ასევე მერკური თევზებში შეიძლება რომ ძალიან კარგი ხმა ჰქონდეთ და მომღერლებიც იყვნენ. მერკური თევზებში არიან ადამიანები, რომლებიც რო გესაუბრებიან, ანუ რაღაცა ჯადოსნურობის იმას გიტოვებენ რა, შეგრძნებას, მოდი ასე ვთქვათ. მერკური თევზებში არიან ადამიანები, რომლებსაც სხვათა შორის შეიძლება რა თქმა უნდა, ამაზე მუშაობა შეიძლება, უბრალოდ გარკვეული სირთულეც ჰქონდეთ საუბრის დროს, თუმცა ეს დაძლევადი იყოს. ასევე ძალიან კარგად ლექსებს კითხულობენ ხოლმე მერკური თევზებში. მერკური თევზებში არიან ადამიანები, რომელთა განათლების კუთხით ძალიან მოსწონთ ხოლმე ეზოთერიკა ხოლმე და ყველაფერი ესეთი რა ძალიან რა ვიცი დაფარული და ძალიან აი მაგალითად სიზმრების შესწავლა რაღაც ესეთი. არ ვიცი, მიმართულება შეიძლება აინტერესებდეთ. დეკორაცია. ისა მერკური თევზებში ძალიან კარგად გამოსდით საუბრით, ან ლამაზი საუბარი. ესეც შეუძლიათ სხვათა შორის და დეკორაცია რატო ვახსენე, იმიტომ რომ ძალიან კარგად შეუძლიათ რომ ყველაფერი შენიღბონ. აი, ოსტატურად ასე ვთქვათ რა. მოგეთ ძალიან ნიჭიერი ხალხია. ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ მანქანებზე დამოვიწყა, მერკური თევზებში არის ყავთ ხოლმე მანქანები, ისეთი, საკმაოდ ერთის მხრივ, თითქოს ძალიან ეკონომიური, მაგრამ მეორეს მხრივ ლამაზი, აი, რასაც ქვია ლამაზი. ანუ სპორტული ისეთი ასეთი კი არის, ლამაზი უნდა იყოს. ესთეთიურად ლამაზად, ანუ რომ შეხედავ და ლამაზად უნდა გეჩვენებოდეს, ასე ვთქვათ. ხო, ეხლა ვისთვის რა სილამაზე, მაგრამ აი მაგალითად სადღაც 80% რომ შეხედავს მანქანას და იტყვის, რომ აი ლამაზია, ლამაზი ფერი აქვს. აი სილამაზის მათთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დროს გადავაჭარბე. მადლობა რომ მომისმინეთ და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.